მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე მოგოჩათ, გიბრუნდებით მორიგი ვიდეოთი. მოკლედ დღეს ჩვენ ვითამაშებთ Demon Slayer-ის თამაშს, ანუ ერთ-ერთი ანიმეს თამაშია. და მე თითქმის ყველა ეტაპი გავიარე, ზენიცუდან დაწყებული, უზუი ტენგენამდე დამთავრებული რა და დღეს შევბრძოლებით ბოსებს გიუტაროსგან მოყოლებული, ასე რომ დავიწყოთ. პირველი არის ტენგენ უზუი. როგორც ჩანს, მათ ყავთ ტენგენ უზუი, რენგოკუ კიუჯირო და ზენიცუ. კაი, მოდით დავიწყოთ. გამოვიყენოთ მეათე ფორმა, მოვკალით. აუ. ეს ძალიან ძლიერია. მან გამოიყენა ალის პირველი ფორმა, რენგოკუ კიუჯირო. ის ხა მკვდარია ანიმეში. აუ, ზენიცუ გამოიყენა. ეს არის ჩემი ზენიცუ, ანუ უფრო მეტად გაძლიერებული და ის არის თავის ზენიცუ რა. მოდი მეათე ფორმა და პირველი ფორმაც გამოვიყენოთ და ამბოს ძალიან მარტივად მოგეცნო ერთი ტანჯირო კამადო მოგვიკვდა. ხო, ტანჯირო კამადო არის მთავარი პერსონაჟი რა. გირჩევთ ანიმე დაიწყოთ, თუ ნაყურები გაქვთ, მით უკეთესი რა. შემდეგი მოდი ყველა, ახლა გიუტაროს ვებრძოლებით. გიუტაროს ლეველია ეს და გიუტაროს ვებრძოლებით. როგორც იცით, ეს თამაში არის იცით რა უკვე ხვდებით, Demon Slayer-ზეა და სახელები არის არასწორად ჩაწერილი. და რატო არ ვიცი, მაგალითად ამას ეხა რითიც მე ვბრძოლობ, ტანჯირო ქვია და ეს არის აკაზა. ამ დემონმა ვახ. არა. ჯანტება. არა. დამახარჯინა. ავივსოთ. ამან მოკლა ყველაზე ძლიერი შეწვი სოეტი რენგოკუ კიუჯირო, თავის დროზე იყო ყველაზე ძლიერი. მომკლა ტომიოკა გიუ. არა, აკაზა საკმაოდ კარგად ბრძოლობს. თვითონაც იყენებს, შეუვარდეთ კიდევ და ეხა უკვე მოკვდება. იმიტომ რომ მეათე ფორმა გამოვიყენეთ. ხო, თავიდან ესეთი ბრძოლა გქონდა, გადავიდეთ მეორე ბრძოლაზე. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი სეტი არის შემდეგი ბოსი არის რენგოკუ კიუჯირო, დაკი და აკაზა. რენგოკუ კიუჯირო და აკაზა ყავს ისევ, დაკის არ შევბრძოლებულ ვართ ჯერ, ვიდეოში თორე ისე. როგორ არა. დაკი ისე აქაც იყიდება, რო იცოდეთ. თან, დაკი თავის დროზე საკმაოდ კარგი და ძლიერი დემონი იყო. ტენგენ უზუის და ტანჯიროს რო არ გაენადგურებინა. მოვყევი მთელი თამაშის კი არა, ანიმეს ისტორია და ეს არის დაკი. ძლიერი დემონი არის რა. ოღონდ თამაში არა. თამაში ტანჯირო კამადოსთვის ძალიან სუსტია. როგორც ხედავთ, ტანჯირო კამადოსთი დავამარცხეთ ყველა დემონი რა, ზოგი ჰაში რა. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ყავს აკაზა, ჰინოკამე ქვია თამაში. ბოლომდე გაძლიერებული მგონი. აუ. ეს ძალიან ძნელი იქნება, წესით. გამოვიყენოთ პირველი ფორმაც, ეხა მივარდეთ და მოკლათ. ეხა მომკლავს ზენიცუ. ეხა ეს არის ყველაზე ძლიერი.
გამოვიყენოთ მე-10 ფორმა, არა მე-6. იმიტომ რომ 10 ფორმა არ აქვს ელვას. სულ 6 აქვს. აი როგორც ხედავთ, ძალიან დიდი HP აქვს. არა, აი როგორც ხედავთ, 2 ხმლის მოქნევაში ეგრევე დამაგრო ზენიცუთი. გიუს ბევრი გამოყენება შეუძლია ერთად, ისევე როგორც ზენიცუს. ეხლა მოვკლათ. მოდი აქ. ტანჯირო კამადო. თან ნიშანი აქვს. აროჩია ინოსკე და როგორც ხედავთ, ბოლომდე გაძლიერებულმა ინოსკემ დაგვამარცხა. კარგი არა უშავს. თავიდან დავიწყოთ. ეს რეკლამები ხო კიდე და ისევ მოგებრებიან. ეს არის აკაზა, ვისაც გაქვთ ნაყურები, იმას ვეუბნები. ეს არის აკაზა, არის მესამე უმაღლესი. ვინც არიცით. მესამე უმაღლესი მთვარის დემონია. შემდეგში თუ გინდათ რომ Brawl Stars-ის ვიდეო გადავიღო, აუცილებლად მითხარით. გავანადგურეთ, რასაც ქვია. იმიტომ რომ HP-ც ვერ დაუკლია. აი ესე ვიცი ხოლმე, როდესაც გავბრაზდები. არ ვაცდი დარტყმა. შემდეგ მივარდეთ, ისევ მივარდეთ და ეხლა აღარ დავაცადოთ არაფერი. ავიდა 50-ზე, ჩამოუშვით პირველი ფორმა და წესით კი დამარცხდა. როგორც იცით, აქ ჰიტები არის, ანუ გატარება დარტყმები და მაქსიმუმი 99, 99-ია სულ. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ყავს რენგოკუ კიუჯირო, ბოლომდე გაძლიერებულია, არა, ოღონდეს არა. რენგოკუ კიუჯირო არის ბოლომდე გაძლიერებული. ასე რომ აქ ძალიან გაგვირთულდება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია. ადვილად დავამარცხეთ. რენგოკუ კიუჯირო და ჰიტიც არ გაუტარებია. შემდეგი დაკი მოვასწარი. დაკის უნდა გამოეყენებინა ფორმა, დემონური სისხლის ხელოვნება, მაგრამ მოვასწარი და დავარტყი. და ვეღარ გამოიყენა. ხო, ამ თამაშის სახელსაც გეტყვით. შემდეგ არა, აი მაინც მოასწრო გამოყენება და კიდევაც მომკლა. არა, ძალიან ძლიერია დაკი. ოპა, მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ. საბიტო და ტომიოკა გიო. ორივე ცეცხლი მეთქი, წყლის სვეტები. საბიტო ახლა მკვდარია. წყლის სვეტი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ვერ გახდა, იმიტომ რომ დემონმა დაამარცხა. ავიმატოთ სუნთქვა, გაურაშოთ რა, Brawl Stars-ი არ არის, მაგრამ კიდევ თუ გესმით ხმები ვიდეოს გარეთ ბოდიშს გიხდით არ მოცდიან. ოპა, მეთქი ჰაერში დავაგდეთ. ასე. ძალიან კაი თამაშია, მოკლედ წეღან ტელეფონი რატომღაც გამეთიშა და ის რა თქმა უნდა ღვადგინე, მაგრამ მოგვიწია თავიდან შებრძოლება ამათთან. რომის დამარტყა. ერთი ეს ხმალი რომ მოიქნიოს, ძალიან ძლიერია და აი შემდეგი ეს იყო. აკაზა კი არა, იმან მოკლა ჩვენი ორივე პერსონაჟი. დაკიმ, ამან.
ხო, ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და ზარისღილაკიც გააქტიურეთ, თუ გინდათ მეტი ვიდეო. ამ ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი დადებას, ვერ ვახერხებდი რა, უბრალოდ დაკარგული ვიყავი, რადგან რა ვიცი, ვერ ვახერხებდი ეს ახალი წლები დაიწყო არდადეგებით და ვიფიქრე, რომ შევეშვები ყველაფერს და დავისვენებ თქო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ გადამეღო რა. ესენიც უმარტივესად დავამარცხეთ. ტანჯირო კამადოთი. ისეც ასე. შემდეგი ყავს ეს, აქ რამე არა. ხო, შემდეგი არის აი ეს. აქ ტანჯირო კამადო აკაზა და ზენიცუ. ორაკაზა. აი ეს არის, ეს ტანჯირო კამადო არის ძალიან ძლიერი. აი შეხედეთ, ჩემი ყველაზე ძლიერი დარტყმითაც კი ვერაფერი დავაყენე, მაგრამ ტომიოკა გიუ მიყენია. აი მე არ უნდა გადამეცვალა, ტანჯირო დავკარგეთ, ამითი ალბათ მეორეთი მოგვიწევს თამაში. მაგრამ ძალიან სუსტია, ზენიცუ უნდა გადავცვალო. ეხა ესე. კიდევ. აი შეხედეთ უბრალოდ როგორი ძლიერია. რამდენი მოქნება გავაკეთე ერთდროულად. გამოვიყენოთ პირველი ფორმა. მოდი, ტომიოკა გიუთი უნდა მოვუგო ყველას. ჩანდება ბევრს მაკლებს. აი ფარიც კი მიჭირავს და ძალიან ბევრს მაკლებს. და ბოდიშით კიდე ხმას ხმით რო ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმა აქვს ხოლმე მერე. და სხვა აპლიკაცია უნდა ვიპოვო რამე. შემდეგი მოდის ისევ აკაზა და ორ დარტყმაში გამაძრო სახე. ისევ თავიდან გვიწევს. მაგრამ ტანჯირო კამადოთი აუცილებლად მოვუგებ. აი შანსი არაა რომ მომიგოს. შეხედეთ, რამდენი დავაკელი ტომიოკა გიუსგან განსხვავებით. შევეჯახოთ. ძალიან ძლიერია, ძალიან ცოტა HP აკლდება. არც ისე, მაგრამ შემდეგი ზენიცუ. ზენიცუ მოდი. ზენიცუზე. კიდევ. კიდევ გაუტაროთ ჰიტები. მოდი. არა. ой, მე რამდენს მაკლებს. და მე რო იმაშვები ძალიან ცოტა აკლდება. არა და მეც ბოლომდე ყავს გაძლიერებული. აი ამ HP-თ მოვუგებ აკაზას, ორ აკაზას. ეგ არის, შეგვეშვა. აი შეხედეთ რამდენს გვაკლებს. გამოვიყენოთ მეათე ფორმა. ისევ
ეს არის ძალიან საზღარდივი. ეგ არის, მოვუგეთ. ტომიოკაგიუ არ გამოვიყენეთ, ზენიცუ ბოლომდე გამოვხარჯეთ და ტანჯირო გამოდოთ, ესე თქვათ, დაგვეხარჯა ძალიან რა. Okay. Menu. Start, next. და ეხლა მოდის ყველაზე რთული ბოსი, რომელსაც ერთი შევიგრებით ტანჯირო გამოდოთი მოვუგე. გამოვიყენოთ ესეც. აქაზა, მეთქი უკვე მოგდა. ვიღარ გადავცვალე ზენიცუზე, მოვიდა ტომიოკაგიუ. ეს მეგონა მოკდა. Просто აი ზენიცუ არის ძალიან ძლიერი. აი ძალიან ძლიერია. ვოიმე. აი როგორ მაკლებს ამდენს. შეხედეთ უბრალოდ. კაი გამოვიყენოთ რეკლამა, მაგრამ ინტერნეტი გამორთული მაქვს. აქაზამ გაგვინადგურა ყველაფერი. კაი თავიდან შევებრძოლოთ არაფერს. კიდევ თავიდან. არა და მოვუგე. აი ხა ეს რა ქნა? კიდევ აი საშინელი დარტყმები გაქვს. ესეც ასე. კიდევ შებრძოლება ნახდად არ მინდა. აი ძალიან ძლიერები არიან და მაღიზიანებენ. ეს რა არის გაიქცა? აი ლამის მოგდი. აღარ არის შანსი აღარა მაქვს. შანსი აღარა მაქვს. თუნდაც ფარი გამოვიყენო. გამანადგურებს. ნუ რა შემიძლია იმას ვაკეთებ. თითქმის მოკალი. ეხ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ხმას ვერ ვერებ. და ბოდიშს კი ხდით რა.
არა, გავიცალოთ. უკვე შანსი აღარ მაქვს. თუნდაც ზენიცუს შეტევით ფარი გამოვიყენო. აი. ვიმე, აი. დავხარჯოთ. ტომიო კაგიო? რა ხდება? მე მყავს ტომიო კაგიო. კაი. მოდი დავაყენოთ ამის ზენიცუს დასასრული. რა ზენიცუს დასასრული. ეხა ნახდად არ მინდა. შეხედეთ უბრალოდ. ტანჯირო მოკლა. ესე. აი შეხედეთ რა. ეხა ტანჯიროთი უნდა მოკლა. ჩემი აი ოქოსო რა ძლიერი ხარ შენ გიტირებ ყოფას ახლა. შეხედეთ უბრალოდ რა საკეთებს. შეხედეთ. ბოლოს ცოტა ცუდად დავასრულე. მენიუში დავბრუნდეთ. ხო, daily quests სავაგროვოთ. ესეც სავაგროვოთ 300 ჯემი. რაც დავხარჯეთ. რაც დავხარჯეთ ის ავაგროვეთ რა. დაგემშვიდობებით ამ ვიდეოთი და ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე კომენტარებში დაწერეთ, გინდათ თუ არა ბრაულ სტარში და დავდებ. ნახვამდის. კარგად.